ძალიან მაგარ ამას გეტყვით და ეს არის ლამის ექსკლუზივი. მე აღარ მახსენდება რომ ვინმესთან მოვყევი თუ არა. თქვენთვისაც და ყველა დანარჩენი ადამიანისთვისაც, მსმენელისთვისაც შეიძლება ეს იყოს რჩევის ტოლფასი წინადადება. აი არც ერთი საქმე არ ღირს იმათ, რომ აი ეს წამი ეს არანორმალური დამოკიდებულება გაუფუჭო საკუთარ შვილს შენს მიმართ. იქ ბევრი რამ გადაწყდა. დღემდე ჩემ შვილს აქ დაუკმაყოფილებლობა იმისი, რომ მამა არასდროს არ ყავდა გვერდით და როცა მჭირდებოდი ალბათ. აქედან გამომდინარე ვამბობ ცუც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დავაკელი ჩემ შვილს. ხელს აწერინებდნენ შვილი მინდა თუ შვილი თუ რაღაცა და ეგეთი ფაქტების წინაც ვიდი. ყველა მამა ხო მაგარი არა, მაგრამ ეს აღიარებული მაგარი იყო. ეს ძალიან მძიმე ისტორია, ძალიან მძიმე. ამის მერე ბევრჯერ მომსვლია ესე, რომ შუაღამისას მომდომებია მასთან დალაპარაკება და ბოდიშის მოხდა თუ რაღაცა და ღამეც კი მივსულ ვარ სასაფლაოზე, მაგას ვერ გამოასწორებ ვერანაირად. იყო ბავშვების ბლოკი, სადაც პატარები ეწვათ. გავიგონე ჩემი შვილის ხმა, როგორც აი ბატკანს ესმის დედამეს იმხელა ფარაში. ჩემი შვილი გაჩნდა მეთქი. მოიცაგაცა, ეხლა გავიდა გოგიო რა. მეოთხარი გაჩნდა დედას გეფიცები, ხმა გავიგონე. მარტო მამაკაცები დარჩითო და ქალებმა დამტოვეთო გამოაცხადა და გავფითრდი, მოკვდი. ის ჭარი ბოლოს ისე პლეხანოველობამ გაჭრა, შევარდიან მენეჯერს მე, ეხლა ჩემი შვილი მანაგეთორე. კიდე ერდოღანს დაურეკეთ და მოიყვანა და კიდე ვიცგინა. ეგ არის და ეგ.